ერთხელ ჩვენ სოფელში წყალდიდობა რომ იყო, მთლიანად მძღალიყო და მთლიანად ხეები დაინგრა. ძალიან მოძღენილი ვიყავი. კლიმატის ცვლილების გამო იყო ეს წყალდიდობა და ფიქრობ, რომ ამიტომაც უნდა ხელი შეუწყოთ კლიმატის ცვლილებების პრობლემების აღმოფხვრას. მე ვარ ნურაიმ მუსტაფაევა, ბონისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდოვის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. ვარ 15 წლის ასაკის. დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად კლიმატის ცვლილებებზე პროექტზე შეხვედრა უნდა ჩავატარო საინფორმაციო და ბავშვებს უნდა ვუთხრა, როგორ არის კლიმატის ცვლილება. გამარჯობა ბავშვებო. იმედი მაქვს მზად ხართ შეხვედრისთვის. ამ პრეზენტაციაში გამიღვიძებთ თუ როგორ უკავშირდება ნაჩვენების მართა კლიმატის ცვლილებებისა და როგორ შეგვიძლია თითოეული ჩვენგანმა პოზიტიური ცვლილება შევიტანოთ. როგორ დავაკეთოთ კომპოსტი? პირველი, ბოლობთ ადგილს ეზოში ჩრდილისა და მშრალი კუთხეები. იღებთ კრობას, ვარებთ კუთხეები ბოსტნეულის ნარჩენები და თაღალის ფერისგან. კლიმატის ცვლილება არის ერთ-ერთი პრობლემა და ჩემი ერთი მნიშვნელოვანი აქტივობითაც კი შევძლებთ მაინც შევამციროთ კლიმატის ცვლილებების პრობლემები. მე ძალიან ვამაყობ, რომ მე-13 ეს კლიმატის ერჩის გოგონად ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლიანი და დიდი შესაძლებლობა ჩემთვის, რომ მივიღო ახალი ცოდნა, მივიღო გამოცდილება. ამ პროექტის ფარგლებში უნდა ჩავატაროთ სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან, სკოლის მოსწავლეებთან, რომ ავამაღლოთ მათი ცოდნა კლიმატის ცვლილებების მიმართ, გაიგონ რა შედეგები აქვს კლიმატის ცვლილებებს, როგორ უნდა აღმოფხვრათ ეს პრობლემები. მე პროექტებში მონაწილეობა 12 წლის ასაკიდან დაიწყე და სხვადასხვა პროექტებში მას მონაწილეობა მიღებული. დღესდღეობით მასეთი აქტიური რომ ვარ, ეს პირველ რიგში ჩემი მშობლებისა და პედაგოგების დამსახურება. მოთხოვნა ქართულენოვან სექტორზე უფრო მედია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, რადგან უკვე ხალხმა გააღრმავა თავიანთი ცოდნა და უკვე იციან, რომ ბავშვი ქართულენოვან სექტორზე უნდა ისწავლოს, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში და უნდა ვიცოდეთ ქართული ენა. და დღესდღეობით უკვე შემცირებულია მაგალითად სტერეოტიპები, როგორიცაა გოგომ არ უნდა ისწავლოს და არ უნდა მიიღოს განათლება. ეს არის ოთახი, სადაც მეცადინეობ მე. პირველ რიგში ძალიან ვამაყობ იმით, რომ ვარ ფლექს პროგრამის ნახევარფინალისტი. მეორე, რომ აქ ვარ კლიმატის ერჩად არჩეული და მაქვს მონაწილეობა მიღებული ასევე სხვადასხვა პროექტებში, როგორიცაა მაგალითად ეკოლიდერთა სკოლას და ამჟამად ვარ აგროსკოლის მონაწილე და სადღეო სკოლის მონაწილე. ეს არის მდინარე ქცია. ჩვენი მეორე ხიდის მეორე სოფელი არის ცურდავი და ჩემს სახლში რომ არის მასეთი საშუალება, ძალიან მომწონს და მიყვარს მდინარის ხმაური და ძალიან ლამაზად ჩანს ბუნება აქედან და ძალიან მომწონს. წამოდით ახლა უფრო ახლოდან გაჩვენებთ ამ სილამაზეს. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, რადგან ძალიან ფერადი ადგილია, თან ბუნების სიმშვიდეა, თან ბუნების სილამაზე მთლიანად აქ არის გამოჩენილი. ძალიან მიყვარს ყვავილები, თან ფერადები რომ არიან. რას განიცდით, როცა მათექები? ბუნების სიმშვიდეს, სილამაზეს და ყველაფერს.
ჩემი აზრით, როცა ბუნება გვიყვარს, მაშინ ადამიანების გვიყვარს. რაც ნაწარმოებები ვისწავლე, ყველაზე მეტად მომეწონა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები. რადგან ვფიქრობ, რომ ვაჟა-ფშაველა უფრო ახლოს იყო ბუნებასთან. სულ წერდა მაგალითად ბუნებაზე, ხეებზე, როგორ იცა ხმელიწიფელა, ქუჩი, ია. რაც ამ ნაწარმოებებს ვსწავლობდი, მეც ვნახე, რომ თურმე მქონია მეც ბუნებასთან შეხება. როგორც ფშავში ის სიტუაცია არის ჩემი აზრით აქაც. ანუ ფშავში მთები რომ არის, ხეები რომ არის, ჩემი აზრით იგივე ბუნებაა აქაც. მე როგორც საქართველოს მოქალაქე, ერთი გოგონა, მაქვს უფლება, მოვალეობა, რომ დავიცვათ ჩვენი გარემო. პატარა ნაბიჯებით შეგვიძლიათ რომ შეცვალოთ ჩვენი გარემო და ეს პატარ-პატარა ნაბიჯებით აღმოფხვრათ პრობლემებს.